უწყვეტი პროტესტის 50-მე დღეა და რა თქმა უნდა ტრადიციულად დედაქალაქის ცენტრალური გამზირი არის გადაკეტილი საქართველოს მოქალაქეები ახალი არჩევნების და პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლების მოთხოვნით ისევ ქუჩაში ისევ ერთად დგანან და საკუთარ ხმას არალეგიტიმურ ხელისუფლებას აგონებენ. ქალბატონ ნინო, მოგესალმებით პირველ რიგში. დღევანდელ დღესთან დაკავშირებით რა შეიძლება ითქვას, რას აჩვენებს ეს გრძელვადიანი პროტესტი 50-მე დღეს ისევ გადაკეტილი რუსთაველის ისევ მარშები, ისევ ხალხის ერთიანობა. თავისებური იუბილე გვაქვს და ვლოცავ ქართულ ხალხს ამ იუბილეს. ეს მოწმობს იმას, რომ ჩვენ კიდევ 50 დღე ვიდგებით მანამ სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მიზანს. პირველ რიგში პატიმრების განთავისუფლებას, რომელთა რიცხვი სამწუხაროდ იზრდება და ახალ არჩევნებს. მე მინდა მოვუწოდა, არ მგონია ქართულ ხალხს ჭირდებოდეს მოწოდება, მაგრამ მათ ვინც შეეპარა ეს დაღლილობა მოვუწოდა, რომ ჩვენ მზად ვართ ბრძოლისთვის და გავიმარჯვებთ სახელოვნად. ძალიან დიდი მადლობა ნიშვენიას უსმენთ პირდაპირ ეთერში. სერგი, მოგესალმები. ახალ ადამიანი, რომელიც ყოველთვის დგას პროტესტის ეპიცენტრში და არა მხოლოდ ამ 50 დღის განმავლობაში ჩვენ გვახსოვს სტუდენტური პროტესტები, გვახსოვს რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები, თუმცა ასეთი გრძელვადიანი პროტესტი ნამდვილად არ გვახსოვს. რა შეიძლება ითქვას დღეს კიდევ დამატებით არაერთი უნივერსიტეტის სტუდენტები ვნახეთ, რომლებმაც დაიკავეს თავიანთი უნივერსიტეტების შენობები, როგორ შეიძლება ახლა გაგრძელდეს პროცესი, როგორ ხედავთ თქვენ? კი, ეს არ დაწყებულა არჩევნების დღეს, ეს რა თქმა უნდა დაიწყო რუსული კანონის შემდეგ მათ ბევრი ცუდი ნაბიჯი გადადგეს და მოღალატეობრივი. პირველ რიგში თავისუფლებას ვუსურვებთ რეჟიმის ტყვეებს და სოლიდარობას უცხადებთ აქ და ვითხოვთ ვადამდელ არჩევნებს ახალი საარჩევნო კომისიით. პროტესტი რა თქმა უნდა გაგრძელდება, სტუდენტური პროტესტის და არა მხოლოდ სტუდენტური, ვნახეთ გაფიცვას შეუერთდა მთლიანი ქალაქი და გუშინდელმა გაფიცვამაც უწყვეტმა პროტესტმაც ცხადი გახადა, რომ ეს ხალხი არ აირჩევდა შულავერის მთავრობას და მოღალატეობრივ მთავრობას არ აირჩევდა. აუცილებლად უნდა დაინიშნოს ვადამდელი არჩევნები, ეს არის უბრალოდ დროის საკითხი, ჩვენ არ უნდა მოვდუნდეთ, უნდა გავაგრძელოთ აუცილებლად ბრძოლა და ბრძოლას აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. სერგი, დღეს გვაქვს ასეთი მოცემულობა საერთაშორისო ასპარეზზე, როდესაც ქართული ოცნების არალეგიტიმური ხელისუფლება არის სრულ იზოლაციაში, ხომ? ყოველდღურად ვიღებთ ახალ ამბებს სანქციებთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან, საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმებზე აღარ იწვევენ ქართულ ოცნებას. ეს პროცესი რას აჩვენებს და როგორ შეიძლება გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ უკან გადადგმულ ნაბიჯს ჩვენ რეალურად ვერ ვიხილავთ ივანიშვილის რეჟიმის მხრიდან? ხო, საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან მიმდინარეობს ეგრეთ წოდებული მთავრობის იზოლაცია და ცდილობენ რომ იზოლაციაში მოახდინონ. ეს არის ნაბიჯ, სადღაცას ალბათ უტოვებენ უკან დასახევ გზას, მაგრამ თუ ასე გაგრძელდება, მათ აღარ იქნებათ უკან დასახევი გზა და ვფიქრობ მალე მოუწევთ გადადგან ნაბიჯი უკან და ანიშნონ ვადამდელი არჩევნები. ერთადერთი გზა ჰქონდათ წასულიყვნენ დუბაიში, თუმცა ნახეთ რომ დუბაიშიც ვეღარ გადაადგილდებიან თავისუფლად და იქაც გამოავლინეს თავისი თავი. ხო, დუბაიში რაც ხდება, ეს კიდევ ძალიან საინტერესო ამბავია. სერგი, ძალიან დიდი მადლობა. გავესაუბრები აქციის სხვა მონაწილეებსაც, რომლებიც აქ იმყოფებიან. დიმა, პირდაპირ ეთერში ვართ და მინდა რომ შეგაფასებინოთ პოლიტიკური პატიმრების რეჟიმის ტყვეების მდგომარეობა. დღევანდელი მოცემულობით ჟურნალისტები, სისხლის სამართლის წესით დაკავებულები და ასევე ადმინისტრაციულ პატიმრობებში გაშვებული აბსოლუტურად ყველა აქციის მონაწილე, რომელიც ბაბილოსთან დააკავეს. რა მდგომარეობაშია რეჟიმი, როდესაც ამ ყველაფერზე მიდის? ბიძინა ივანიშვილს დაარჩა ერთადერთი რამ, რომ რაღაც სისტემაზე ჩამოკიდულმა შექმნას ისეთი განწყობა, რომ თითქოს მას აქვს რაღაც ძალა დააკავეს ბევრ ადამიანს და ამით გადაიჩენს თავს და სინამდვილეში ამით უფრო აბრაძებს ქართველ ხალხს, როდესაც ისინი ხედავენ, რომ არც ერთი ტიტუშკა ის ადამიანები, რომლებიც ჟურნალისტებს, აქციის მონაწილეებს, მშვიდობიან მონაწილეებს ესხმიან თავს, არ არის დაკავებული, მათ შორის პოლიტიკოსებზე თავდასხმაში
ბრალდებული პირები არ არიან დაკავებულები, გამოძიებაც კი არ არის დაწყებული და ამასობაში იჭერენ იმ ადამიანებს, ვისაც უყვარს ეს ქვეყანა, ვინც იცავს საკუთარ სამშობლოს, ვისაც უნდა ევროპული მომავალი და ვერ წარმოუდგენია და არ დაუშვებს, რომ ამ ქვეყნის მომავალი იყოს რუსეთი. ასეთ ხალხზე ძალადობა არის უკვე ჩვევათ ექცა ბიძინა ივანიშვილს, მაგრამ უნდა ვაღიაროთ ისიც, რომ ის ადამიანები, რომლებიც დღეს დაკავებული ყავს და რომლებიც არიან ტყვეები ბიძინა ივანიშვილის და პოლიტიკური პატიმრები, არიან ყველაზე თავისუფალი ადამიანები დღეს საქართველოში, ვიდრე ვინმე არის და მათ შორის ქართული ოცნების წევრები, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება და რომელ ძალაუფლებასაც არავინ არ აღიარებს, არც ქვეყნის შიგნით, არც ქვეყნის გარეთ და ამის დასტური არის ის სანქციები, ის ჩაშლილი შეხვედრები, რომელიც ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი არის ბოლო პერიოდში ვნახეთ განვითარებული მოვლენები, რაც ნიშნავს იმას, რომ არავითარი ლეგიტიმაცია დღეს ხელისუფლებას, რომელიც უკაცრავად, რომელიც არა ხელისუფლებას, არამედ ქართულ ოცნებას, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება, არავითარი ლეგიტიმაცია მათ არ გააჩნიათ, არიან ჩამოკიდებული ძალოვნებზე და მოსამართლეებზე და ჩვენ ვნახეთ, როგორ იცავდნენ მოსამართლეებს, იმიტომ რომ ისინი არიან გარანტი იმის, რომ მათი დანაშაულს შემდგომ ეს ხალხი ხელს დააფარებს და გაერთიანებული არის. დღეს არ არის ზღვარი პროკურატურასა და სასამართლოს შორის და ეს სასამართლო განსჭირს ხოლმე მერე იმ პატრიოტებს, რომელსაც აკავებენ და მათ შორის მოსამართლებელმაც უნდა იცოდნენ, რომ შეიძლება სამართალი ურმით დადის, მაგრამ აუცილებლად დადგება ის დრო, როდესაც მათ მოუწევთ პასუხისგება არა მხოლოდ სასამართლოს წინაშე, არამედ მორალური პასუხისმგებლობა ქვეყნის წინაშე, რადგან ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ ამ ქვეყნის მომავალი შეფერხდეს, ამ ქვეყნის მომავალი არ იყოს ევროპული. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ხალხის აქ დგომა, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ამდენი დღის მერე ხალხი ისევ ენერგიაზეა, ისევ ქუჩაში არის და ისევ იბრძვის ევროპული მომავლით. ეს არის ისტორიული პროცესი და აქ ყოფილი თითოეული ადამიანია ამ პროცესის მონაწილე. ისტორია იწერება, ეს არაერთხელ მოგვისმენია. დიმა ბიძინაშვილს უსმედით პირდაპირ ეთერში, ასეთი არის ვითარება პროტესტის 50-მე დღეს რუსთაველის გამზირზე, ისევ გადაკეტილია, რა თქმა უნდა, პარლამენტის წინ ქუჩა ხალხი დაშლას არ აპირებს და ყოველს თავარი სათქმელი არის ის, რომ იბრძოლებენ ბოლომდე, იქამდე, სანამ თითოეული პოლიტიკური პატიმარი არ იქნება თავისუფალი და რეჟიმს ტყვედ ეყოლება აყვანილი ის ადამიანები, რომლებიც ქვეყნის ევროპული მომავლის დასაცავად იბრძვიან.